სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კინოიანის საექსტრადაციო პატიმრობაში დატოვა. უკრაინაში მებრძოლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. მასზე ნადირობა რუსეთს აქვს გამოცხადებული. დონეცკის ეგრეთ წოდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით კინოიანს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება. რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი მამაკაცის ოჯახის ბოლო იმედი ახლა ევროსასამართლოა. სტრასბურგს შეუძლია სასწრაფო წესით მიიღოს გადაწყვეტილება და ერევანს საუკრძალოს პატიმრის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა. ჯერჯერობით გიორგიზე რუსეთს მოთხოვნა არ აქვს გაკეთებული ექსტრადაციაზე, თუმცა ეს ფაქტი არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას, რადგან შეიძლება ეს ნებისმიერ დროს მოხდეს. რაც შეეხება სტრასბურგიდან ველოდებით ჩვენ ისე რეაგირებას სომხეთის სასამართლოზე, სააპელაციო ქმედებებზე, რადგან მალევე მოხდეს გიორგის განთავისუფლება უკანონო პატიმრობიდან. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს სომხეთთან აწარმოებს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რის შედეგადაც ეს პროცესი ბევრად უფრო დაჩქარდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ, რომ ამ პროცესში არანაირად არ არის ჩართული როგორც საქართველოს საელჩო სომხეთში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და არანაირი პოზიცია თბილისის იმასთან დაკავშირებით, რომ გაათავისუფლოთ ჩვენი მოქალაქე არ არის. ჩვენ რა თქმა უნდა მივმართავთ ძალისხმევას იმ მიმართულებით, რომ სომხურ მხარესაც ჰქონდეს სრული წარმოდგენა თუ რა შედეგები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქის გადაცემაზე იფიქრებენ თუნდაც რუსეთისთვის, რადგან ეს ნამდვილად წითელი ხაზია.